მეგობრებო, ერთმა ძალიან ახლობელმა ადამიანმა, რომელსაც ვენდობი, რომელიც გამოირჩევა უდიდესი პატრიოტიზმით და არის ძალიან მაგარი ოჯახის შვილი, რომელიც მეხმარება ამ პეტიციის გავრცელებაში მეგობარი აქტის ხელმოწერაზე, მითხრა, რომ ძალიან ბევრ ჯგუფებში გადავაგზავნე, ბევრ მეგობარს ვესაუბრე და იცი რა, სკეპტიკურად არ უყურებენ, მაგრამ ესმით, რაც წერია, წაიკითხეს, გაიაზრეს, კი ბატონო, ზოგიერთი ხო უბრალოდ ისე კითხულობს, არც კითხულობს პეტიციას, ისე აწერს ხელს და არც იცის რა არის მეგობარ აქტში, რა შედის, ის მულტფილმი არა აქვს ნანახი, ასე შემდეგ. იცი, ვეჭობთ, რომ რა მექანიზმებით აპირებენ ამერიკელები, ტრამპის ამერიკა, რომ მეგობარი აქტის დამტკიცების მერე აქ შემოიტანონ ცვლილებები. რა მექანიზმებით აპირებენ აქ დემოკრატიის დამყარებას? გაისმა კითხვა. ანუ, მოაზროვნე ადამიანები, ინტელექტუალური ადამიანები, ადამიანები, რომელიც ყველაფერს ეჭვს თვალით უყურებენ, and that's okay too. სვავენ კითხვას. კი, მე მოვაწერ ხელს, მაგრამ როგორ აპირებს ამერიკა, რომ აქ დაამყაროს დემოკრატია, დემოკრატიული არჩევნები, გადაყაროს ეს მთავრობა რაღაცა. ეხლა თქვენ გინათ, რომ მე გითხრათ, რას გეგმავს ამერიკის სპეცსამსახურები საქართველოსთან მიმართებაში, რაც მე ჯერჯერობით არ ვიცი, აზზე არა ვარ, მე ვინ მეტყვის, მაგრამ რაც მე მაქვს გაგონილი, გაკვირით და მოკვირით, უნდა შედგეს დროებითი ეროვნული მთავრობა, ეს ვიცი ზუსტად. მაგრამ რა და რა ფორმებით, ნამდვილად არ ვიცი. ამიტომ ამაზე პასუხი არ მაქვს და წესით არც უნდა მქონდეს. დედებო, მამებო, ბებიებო, ბაბუებო, პაპებო, ბაბოებო, ბიძებო, ბიცოლებო, მამიდებო, დედამთილებო, მამამთილებო, სიმამრებო და სიდედერებო, ქვისლებო და რა ვიცი მე, თუ თქვენ არ შეგიძლიათ პეტიციაზე ხელის მოწერა, ოჯახში ერთი ჯენზი მაინც გეყოლებათ, ან ისეთი ადამიანი, ვისაც ესმის სოცქსელების აპლიკაცია, დაიხმარეთ ის. მთავარია რომ გქონდეთ მეილი.